მოდით პრაგმატულად ვიმსჯელოთ, რაციონალურად ვიმსჯელოთ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული ინტერესები. მით უმეტეს ზე სახელმწიფოებს. შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ამოცანა. რუსეთს აქვს თავისი ამოცანა. ვინაიდან ეს ორი ქვეყანა არის მუდმივ კონკურენციაში და ამ ორივე ქვეყანას გააჩნია ბირთვული იარაღი, ამ ქვეყნებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონფლიქტი. მათ შორის კონკურენცია და ესკალაცია გამოიყურება ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ერთმანეთთან დაჯახებით და დასუსტებით. ანუ რუსეთს რო კონდეს იმის რესურსი მექსიკაში უკრაინა მოუწყოს, რუსეთი ამას გამოიყენებს. შეეცდება კი არა, აი ხვალვე გააკეთებს. უბრალოდ რუსეთს ამის შესაძლებლობა არ აქვს. და ამერიკელების ინტერესი პოსტსაბჭოთა სივრცეში ის კი არა რომ ჩვენი კეთილდღეობა და კარგად ვიყოთ. ეგ არავინ არ უნდა დაიჯეროს, კაცო. ამერიკელების ინტერესი კი არა რომ ჩვენ აი კარგად ვიცხოვროთ და ტერიტორიული მთლიანობა იყოს. მაშინ რა აზრი ამერიკელები ამისგან რას მიიღებენ? არაფერს. ამერიკის ამოცანა არის დასუსტეს მისი გეოპოლიტიკური მეტოქე. და გეოპოლიტიკური მეტოქე სუსტება სხვისი ხელით, უკრაინელი ჯარისკაცის ხელით. იდეალური იქნება ქართველი ჯარისკაცის ხელითაც იგივე განმეორდეს. ეგა მაგათი ამოცანა ძალიან მარტივი ასე იყო ყოველთვის კაცობრიობა როგორც კი შეიქმნა, როგორც კი გაჩნდა პირველი მტრობა და პირველი სახელმწიფოები და ტომები გაჩნდნენ, აი ეგ იყო მუდმივად ეს ციკლურად მოქმედებს ეს ყველაფერი. ამიტომ ამ შემთხვევაში მე იგივე ხაზს გავიმეორებ, რაც შოთამ აღნიშნა, რომ ამ ცივილიზაციებსა და ზესახელმწიფოებს შორის კონფლიქტში ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ, აი ჩვენ ინსტრუმენტის ფუნქცია არ უნდა შევასრულოთ. ჩვენ არ უნდა შევასრულოთ ჯოხის ფუნქცია, რომელიც უეჭველი გადაწყდება. ეგრე კი არა, რომ შენ იქნები რაღაც ხვალ გამარჯვებული. აღარ იქნები გამარჯვებული, იმიტომ რომ იმის ინტერესში არ არის შენი გამარჯვება. იმის ინტერესია, რომ შენი რესურსები დაიხარჯოს, რომ მისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე დასუსტეს. შენ გაქრები და ეს ფუნქცია არ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენი ეროვნული ინტერესები არ არის რუსეთთან ომი. იმიტომ რომ წავაგებთ, იმხელა დარტყმას მივიღებთ, შეიძლება ვეღარასოდეს სახელმწიფოს აღდგენა ვეღარ მოხერხდეს.